თქვენი როგორც პოლიტიკოსის შეფასება მაინტერესებს, როგორ შეაფასებდით ბადრი კოჭლამაზიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას? ვინ არის ბადრი კოჭლამაზიშვილი? მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოიტანა. გავარტყი ბადრი კოჭლამაზიშვილის ბოდიში გამოთქმისთვის და ყველა მოსამართლეს, რომელიც თავისთავად მოსამართლე, იქ ღირსეული მოსამართლეები. ერთი კაცი არის ის კაცი, პეტრი წყაროს მოსამართლე, იმას ვენაცვალე ხუჭუ. დანარჩენი არის ნუმსგავსოები ის კოჭლამაზაშვილის და დანარჩენების მე ცუციკები რაც გულის ამრევის სპექტაკლის. სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულება კი იცით რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდი, მაგრამ რის გამოც მე სააკაშვილი არ მომწონდა, სახელი და გვარი აღნაგობა კი არ მომწონდა. მე არ მომწონდა და მაცოფებდა უსამართლობის განცდა, პირველ რიგში და აი თავარი რაც არ მომწონდა, იყო უსამართლობის განცდა და ძალადობა, რისკენაც მიდრეკილი იყო სააკაშვილის ხელისუფლება. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აი ამ ვიღაცა აი მომსგავსოების ფონზე არიან ფრთიანი ანგელოზები. ფრთია თანდათან სააკაშვილი ამათ 9 მილიონი გაფლანგავრო ესენი მე შემილია ვილაპარაკო მაგაზე. მაგრამ ესენი ლაპარაკობე? ფულის ჭამის და თქლეფის მეც რო არაფერს არ აკეთებდა. და ფეხებზე რო თავისი მე ყველაფერზე დამაჯარიმეს ჩემმა შვილმა სპორტ სკოლაში ასწავლა ზამთრის სკოლაში, ამას ვიძახი ხოლმე ხშირად. 800 ლარი აიღო და ისე რო არის ტუტუციის, წვერებიანი ტუტუციის, რა ქვია, რაჟდენ კუპრაშვილი 1100 ლარი დამაჯარიმა, რომ შენი შვილის ის დეკლარაციაში არასწორად გიწერია. და თვითონ იმდენ ფულს თქლეფენ. რომ იმაშვებიან, რა ქვია, სადღაც აიღონ არიციან და დეკლარაციების გამოქვეყნებაზე უარი თქვეს ტიპები. ანუ ისიც კი ეზარებათ, რომ ტყუილები დაწერონ, რომ ვითომ ძალიან პატიოსმოწმე. ხო, მაგრამ აი სააკაშვილის და მისი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც ხო მას შემდეგ დადგა, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ხელისუფლება შეიცვალა იმ მოტივით, რომ ევროპა უნდა გაგვეცებია დემოკრატიით, რაღაცა სასწაული სამართლიანი სასამართლო უნდა ქონოდა, მურუსიძე და ის ნაძირლები, გირგულიანის მოსამართლეები და ისინი უნდა გაგვეყარა. სააკაშვილის მოყვანილი მოსამართლეა ეს. პროკურორები უნდა შეგვაცვალა, ხო, ამას პირდაპირ 5 მილიონი უნდა მიეღო თითო სოფელს, გურიაში ვიყავი და იქ განსაკუთრებით ეთყობა 5 მილიონი თითო სოფელს რა. ყველა სოფელს ეთყობა, რომ თავზე გადასდეს. და რა ვიცი, უფასო ფული და 1000 მამაძაღლობა ხო გვპირდებოდა ის თავარი კოსატყუილა ხო გვპირდებოდა ამას. სად არის ევროპა გაოცებული ჩვენი დემოკრატია? ევროპა გაოცებული არის აი ამ ავტორიტარიზმი და მარაზმით რაც ქვეყანაში ხდება. ანუ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება აი ამ სააკაშვილი სანამ ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, სააკაშვილი რა თქმა უნდა იქნება ციხეში. რამე განსაკუთრებული მოხდა, ეხლა სააკაშვილის მხარდაჭერები ისე აღფრთენ, რომ გეგონება რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ხალხს არაფერი ჩაუდენია და იმაზე იჭერენ, ხო? რა თქმა უნდა, ეს სასამართლო არ არის, ეს არის შაპიტო და რა თქმა უნდა შაპიტოს ანუ არ გამოუშვებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეშინია მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ძალის, მისი პოლიტიკური გავლენის, იმიტომ დღეს თქვა, მეგონი პეტრე ცისკარიშვილი იყო ამ კომენტარის ავტორი, მან თქვა, რომ ეშინიათ მისი როგორც მთავარი ოპოზიციური ლიდერის. იცი რა, ამათ ეშინიათ ყველა, ეხლა მზია ამაღლობელიც ტყუილა უბრალოდ გამოკეტილია, საერთოდ ხალხი იცახის გუფურ დანაშაულზე ვართ, ისეთი ხალხი ერთმანეთი არ გავიცადით სასამართლო პროცესებზე. ხო და ამათვის სულ ერთია, არც სააკაშვილს გამოუშვებენ, სააკაშვილიც ავაჭროთ ყავს შემონახული ქართულ ოცნებას და შემონახული ყავს ის პოლიტპატიმრები და პირველ რიგში მე მინდა დამავიწყოთ, მაგით უნდა დამეწყო დღესაც იყო ჩვენების პროცესი. როგორი გულის ამაჩუყებელია ის ყველაფერი, მე მინდა ხნეობა გისურვოთ, ბრძოლა მიდის, ბრძოლა არ წყდება. არსებით განხილვაზე გადავიდა დღეს, ხო? არსებით განხილვაზე გადავიდა. ის ბიჭი რა საყვარელია ეს მიმინაშვილი, ხელი რო თავი შეყვარებულს. აი ეგეთი ხალხი არის, ხო და აი ეგეთი ხალხი ვართ აქეთა მხარეს და აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენსკენ არის სიმართლე და ჩვენსკენ არის. კარგი, რადგან სასამართლო პროცესებზე საუბრობთ, თქვენ საქმეზეს მინდოდა მეკითხა. 1 აპრილს ცოტა იუმორი ქონია როგორც ჩანს სასამართლოში ვიღაცას და პირველ ხდომა როგორც მახსოვს იყო იანვრის ბოლოს, ხო? იანვრის ბოლოს იყო. იანვრის ბოლოს რომ ყოფილიყო გადაიდო, მე 6 თებერვალს იყო, უпроსტოდ იანვრის ბოლოს ხდომა იყო, ჩაინიშნა 6 თებერვალს, 6 თებერვალს გადაიდო და პირველ ეხა დაგვირეკეს ეხლა ხანს და 1 აპრილს რა მაგარი არა 1 აპრილს სასამართლო მექნება. აი იუმორინაზე მეპატიჟებიან სასამართლოში. შევახსენოთ მაყურებელს ახლა ვისაც არ ახსოვს ალიბაბაევის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნას გედავებიან, ხო? გირაოს საფუძველზე ხართ თავისუფლებული, მაგრამ თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3 წლიანი მუხლიყავ. 3 წლიანი მუხლიყავ. კი ბატონო. რა ვიცი, მაგათ თავში რა მოიხარშება იმის მიხედვით. რისი მოლოდინი გაქვთ? გავსაგებია რომ 1 აპრილი ხა ისეთი თარიღია, შესაძლებელია, არ ვიცი, იმედია მწარედ არ გაგეხუმრებიან. ფეხებზე მკიდია რა.
რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ის გადაწყვეტილება მიიღონ. ფეხებზე მკიდია, არც ციხის მეშინია და არც არაფერს არ მეშინია. ხო და მაგათ ესენი არიან ახლა დღეს კიდე რაღაცა პოლიციელებმა ჩაიარეს იქ რაღაცა და ვითომ მომისიგნალეს რომ ვითომ აი სად ჩაიარეს ერთობიან ან ზალაუფლები აი სახში რომ მიხართ ბიჭო ნორმალური პოლიციელი ვინც ახართ რა აი შვილებს რომ მოეფერებით რას აკეთებთ ქვეყანა ღატაკადება სად მოხდა მითხარით აი დღეს რუსთაველზე მივედი ხარდაჭერა გამოუცხადა იქ თეატრალურთან ბავშვები არიან შეკრებილები და აი რო ჩაგიქროლებენ და თავი კაცები რო გონიათ რა რო ასიგნალებენ და აი და ეს ზალაუფიჩო დაფიქდით დაეშვით რაღაცა დაღვინდით რა დავალებებს ასრულებთ ეს ხო არავის არ შექცევ ბიჭო სააკაშვილი არის ციხეში გამოკეტილი და ვანო მერაბიშვილი იყო ციხეში და ახლა აი მაგათ ხსენებაზე იმას რა ფერი მისდიოდა ყველას ეხლა ვინც ქართულ ოცნებაშია გადაბარგებული მაშინ ისინი იყვნენ მაგიდაზე რო იდგნენ და იმ სამ-სამი ყან წიწვავდნენ სააკაშვილის ადგილზეოს ხო და ისინი აღმოჩნდნენ იქ და ეს ხო არავის არ შექჩებათ არავის არ შექჩებათ ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეთ და ვინ ჩადიხართ ან დანაშაულს დღეს ერთი ბავშვი რო ყვებოდა რომ რამდენი აქედან ეტაპით მეყვა რომ მასში შლებე და ბუგნებს მაკეთებინებენ რანაირი საქციელია როგორი ქვეყანა ეს არის ხო გაუცებული ევროპა გააღატაკეს ეს ქვეყანა ყველამ თავის თავს კითხეთ აბა თქვენი შემოსავლები გაიზარდა აი ვისაც გიხარიათ რომ ის რა კაია რომ დაიჭირეს და განტროლებად რომ მუშაობთ უბედურებო ამ ხელ ზოგი მოწიფული ადამიანი ვიცი სახელები და გვარები მარტო ახალგაზრდები გიატყობთ 50 და 55 წლის კაცი რო ხარ და 500 ლარიანი ტროლობის მეტი ვერაფერს ვერ მიაღწიე. შანსი გაქვს შენს, მეც, შენ შვილებსაც და ჩემ შვილებსაც. რომ ტროლად კი არ გამუშავონ და სიბინძურე კი არ განთხევინო, ბიჭო ევროკავშირი შევიდე და ნორმალურ ქვეყანად ვიქცე. ამის შანსი გვაქვს და ამას კარგავთ, მაგრამ არ დავაკარგეთ. ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ აუცილებლად. აქამდე მივალთ, აი სულ ახლა გისმენთ და აი გურიაში იყავით და რეგიონებში არსებული განწყობები, ხალხის ყოფა ცხოვრება, სხვა შეს ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე ეს თემა და მაინც მგონია რომ მათ შორის მედიას, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკოსებზე, ოპოზიცია ექნება ეს თუ ხელისუფლება, რეგიონები საერთოდ აი მივიწყებულია თითქმის ყოველთვის რა. განწყობები მაინტერესებს, მაგრამ თქვენ არ გეკითხებიან რომ აი ხო მესმის რომ აკრიტიკებთ ხელისუფლებას არც ჩვენ არ მოგწონს ხო იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ახლა და დიდთოვლობამ რეალურად ხალხი გარესამყაროს მოწყვიტა წამალი არ ქონდათ ელემენტარული საკვები არ ქონდათ ვერ გამოდიოდნენ ექიმი ვერ მიდიოდა მკვდარს ვერ მარხავდნენ ამაზე მეტი რა უნდა დაგემართოს ხო მესმის რომ მათი უკმაყოფილება არის აბსოლუტურად სამართლიანი ხელისუფლების მიმართ თქვენ არ გეკითხებიან ოპოზიციას რომ აი თქვენ რას აკეთებთ თქვენ რას გვთავაზობთ ხალხო გარდა იმისა რომ მოითხოვთ რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები იმიტომ რომ ეხლა ხმები გაგვიყალბეს და მოგპარეს და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები არა გურიაში ზირთად გადათვალას თხოვდნენ და სხვათა შორის ერთ-ერთ სოფელში არ მინდა თქვა თალაკვაძის ნათესავს უახლოეს ნათესავს გადაუთოვლეს სახლი არც დამიყვედრებია ის გალეკი დადიოდა და იძახდა და იცოდი რომ თალაკვაძის ნათესავს მე რა ვიცოდი არა მე არა თალაკვაძე იკვეტრიალებდა ბურანით და შენი გადასათვლი რატო იყო ის თალაკვაძე კატაობდა და მე თოვლავდი სახლს ნამდვილად თოვლავდი რო გითხრათ ახლა თელ გურიას გადაუთოვლეთ თუ არა ჯამში ალბათ 1-6 სახლი გადავთოვლეთ ლანჩხუთშიც და ოზურგეთშიც მაგრამ რამდენსაც ფიზიკურად ვახერხებთ ზოგი სახლის გადათვალას თელი დღე უნდებოდა თან ძალიან დიდი პრობლემა იყო შორის აი როცა გიყურებდით და ხედავდით თქვენს და სხვა პოლიტიკოსებსაც ვისურვებდი რომ მეტი ადამიანი წასულიყო ოპოზიციიდან მოხალისეება ძალიან დიდი საქმე გააკეთეს ჩვენმა კოალიციამ ამით ვიყო ყოჩებ ჩვენმა კოალიციამ ძლიერმა საქართველოს ძალიან მაგარი საქმე გააკეთა რასაც ხელისუფლება ერაკეთებდა ის გავაკეთეთ ტრაქტორი ვიქირავეთ და მთელი იქაური გუნდი იყო მობილიზებული ჩვენც აქედან ჩასულები ვიყავით და მე როგორ იყო შტაბი დილით მომწერდა გიორგი სიორიძე მომწერდა სურგულაძე ვატორო აქადა მისამართია მისასვლელი წინასწარ ურეკავდი ზოგან მითხრეს რომ ჯარმა გადაგვითოვლა ზოგან გითხრეს რომ მედიკამენტები სხვება მოგვიტანეს და სადაც ის იყო ისეთი თანამშრომლებოდნენ ჯარის სამაშველო ისეთი ნორმალური ეს ტუტუცობა იყო რომ მოხალისეები არ ჭირდა მოხალისეებმა ვენაცვალე ყველა მოხალისეს ვენაცვალე ყველა ჯარისკაც ენერგოპროს თანამშრომლებს ვენაცვალე რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ სხვათა შორის იმ დიდთოვლობაში და არაერთ დავეხმარეთ ზოგს მანქანა ყავდა ჩამოვარდნილი ზოგს რა და მოხალისეები ჩვენ რო ერთმანეთს ხვდებოდით ჩვეულებრივი ადამიანო ერთმანეთს ვეხმარებოდით ვიღაცას მანქანა ყავდა ამოსაყვანი ვიღაც რაღაცა პრობლემა ქონდა ძირთადი იყო რომ ვერ გავდიოდით ის გზები იყო ერთხელ იყო ესე გავლილი და ორი მანქანა რომ მოძრაობდა ერთს მეორისთვის უნდა დაეთმო და ეს ძალიან დიდი პრობლემა შინაგასაკთა სამინისტროს პიკაპები იყო სხვა ერთმანეთთან ძალიან ადამიანო იმიტომ რომ ხვდებოდით რომ ერთმანეთს ზოგან ენერგოპრო და ჯარისკაცები ჩვენ ამოვიყვანეთ ერთხელ მე და ჩემი მეგობრები მივიდიოთ ვინც ვიყავით მანქანით შევხედეთ რომ ენერგოპროა ჩავარდნილი და იმის უკან ჯიპია პიკაპი ჯარის ის ვერ გამოვიდოდა ის არჩევნებამდე ხომ არ ყოფილხართ ამ ხალხთან ხომ არ გილაპარაკე ქონიათ
აი იმ სოფლებში, სადაც ახლა იყავით, თქვენი წარმომადგენლები იყვნენ იქ ჩასულები, კომუნიკაცია ჰქონდათ. მესმის რომ გაჭირვების დროს ჩახვედით, მაგრამ იგივე პრობლემები არის ხოლმე კომუნიკაციის სიმცირის წინასაარჩევნო პერიოდში და სხვა შორის ექსპერტები ამას აღნიშნავდნენ, რომ ის რაც აკლდა ახლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მეტი კომუნიკაცია ოპოზიციას რეგიონებში. აი ტყუილი ამბავია რა. ჩავდეო რა არის ის რეგიონების პრობლემა არის ის რომ ეხაც რომ ხალხს გადაუთოვლეს სახლები ზოგს ისეთი შემზარავი გაჭირვება ჰქონდა. ისეთი შემზარავი გაჭირვება ჰქონდა რომ აი ლამის ტირილი რო გინდა. ტირილი რო გინდა. თელი გურია არის სოციალურად დაუცველთა სიაში. აი ეგ არის ამ ქვეყნის პრობლემა. ან მუშაობენ საჯარო სამსახურში, იმიტომ რომ სხვა სამუშაო იქ არ არის. ან მუშაობენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ან 1000 კაცი მუშაობს ოზურგეთის მერიაში. წარმოგიდგენიათ? მაგრამ 1000 კაცს რო იმ დღეს ლაფატკა აეო ხელში და ნიჩაბი გადათოვლიდნენ ყველაფერს. 1000 კაცი მუშაობს. რატო რო შეყრილია ყველა იქ? და ამ ხალხს მერე გაამწყრივებენ და მიაძლევენ ქართულ სოფლაზე ხმას. მე გიკვირთ რატო მოიგებს არჩევნები? რატო მიკვირს? იმიტომ რომ მიდიან და იმაშობენ ეუბნებიან შეგიწყო. ესე უნდა ექცეოდეს ადამიანებში ერთი ხელისუფლება შეიძლება მონდომებული იყოს რომ ბევრი სოციალურად დაუცველი ყავდეს და ბევრი გაჭირვებული. ამათი სტრატეგია ხო ეს არის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სოციალურ დახმარებაზე. რომ იმას ქნა რა ქვია საჭირო დროს მივიდნენ და იმას შეუწყვიტონ. და მათთვის სოციალურ დახმარების შეწყვეტა სიკვდილის ხელისუფლება ამ სქემით მუშაობდა. იმ ადამიანს მე რა შევთავაზო? ჩვენ ვეუბნებოდით დაათვლილს და ანგარიშებულს რომ 1000 ლარი იქნება პენსია და ესე სამათხოვროდ საქმე არ გექნება. ეხაც რომ მივიდიოდ ვეუბნებოდ რა გერჩივნა. რომ სამათხოვროდ გონდეს საქმე რომ 300 ლარის ამ იმაზე ხელგაწვილი ესე იდგე. შიში უნდობლობა მაინც რა არა უნდობლობა არ არის ჩვენი მიმართ. უნდობლობის ამბავი კი არა, ეს არის ხელისუფლების მხრიდან ტერორი, რომ გაგაგდებს სამსახურიდან გამოგაგდებ. აქედან შეგიწყვეტავს სოციალურ დახმარებას. თუ რა იდეებით ახალი არჩევნები რო ჩაინიშნოს ეს ტერორი შეწყდება? არა ეს ტერორი გაგრძელდება, პირობები უნდა შეიცვალოს და ეს უნდა იყოს გამორიცხული საჯარო სამსახურის ხალხს ესე არ უნდა დააპორწიალებდეს და ესე არ უნდა აშინოდეს და უშიშროების სამსახური უნდა იყოს უშიშროების საკითხებით. ეს ერთად უნდა შევცვალოთ, ერთად უნდა შევცვალოთ, თორე ესეთი არჩევნები, ესეთი წესები თუ დარჩა, რა ვიცი მე, ეს ნიშნავს რომ არჩევნები არ არის. მოდი რადგან რეგიონებს შევეხეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა მინდა შემოვიტანო, იმიტომ რომ სხვა შორის პოლიტიკაში გამოცდილმა ირაკლი ალასანიამ, არ ვიცი, რჩევა მისცა ოპოზიციას, რომ ოპოზიციას ამ ვითარებაში, როდესაც ქართული ოცნება უკან დახევას არ აპირებს, ეფიქრა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. შემდეგ ექსპერტებმა განავრცეს ეს თემა და თქვეს რომ იცი რა თუ ოპოზიცია ერთად დადგება და ამის პრეცედენტი ერთხელ იყო უკვე ხომ ანუ კოალიციური კანდიდატი მერობისა როდესაც წარადგინეს და ახლა ერთ კანდიდატზე თუ შეთანხმდებიან და ოპოზიცია შეძლებს რომ არჩევნებით მოიგოს თბილისი ეს უკვე ძალიან დიდი წინაპირობა იქნება ზოგადად ცენტრალური ხელისუფლების მოგებისა თქვენ გააქვთ არჩევნებში მერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული და ერთხელ ლამის მოუგეთ კიდეც კალაძეს, ხო? აი, წარმოიდგინეთ ხა თქვენს გარშემო, თქვენს, ხო, მეორე ტურში, ამას გულისხმობ, ხო? დაედო ფეხი ჩემთვის. ეხლა თქვენს გარშემო, აი, თუ მიდის ამაზე საუბარი, არ გიფიქრია? არა, ასეთ ვითარებაში მე უბრალოდ კატეგორიულად გამოვირიცხავ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს 26 ოქტომბერს ხო ხელისუფლებამ გითხრა რომ არჩევნები გააუქმეს. რომ ვიღაცა ტიპები დაждდებიან და რასაც უნდა იმას დაწერენ და ეგ ეგრე არ არის. უნდა ვიბრძოლოთ გაცილებით უფრო დიდი მიზნებისთვის, ვიდრე ამათ თამაში ვიყოთ ეხლა ამათ თამაში ვიყოთ. აი რა არის უფრო დიდი ანუ კატეგორიულად გამოვიწყოთ. ამათ უნდა გამოგვლიჯოთ ეს ქვეყანა. მიზანი ერთია, მაგრამ რა უფრო რეალისტურია. მოდი აი ამაზე არ მსჯელობთ ხოლმე ოპოზიციაში მართლა მაინტერესებს რა. ერთია დიადი მიზანი, მაგრამ მეორეა რეალობა. და არსებული შესაძლებლობები. ეხლა რა უფრო რეალისტურია ახალი არჩევნების მოპოვება ქართული ოცნებისგან და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშნა თუ კარგი მაშინ მითხარით აი რა ვიცი რა მიანიშნებს ამ საერთაშორისო ქართული ოცნება ძალიან კუთხეშია მიყენებული ეხლა უბრალოდ ეს რაღაცა ტრამპის უცნაური რაღაცა გამოსვლები ზელენსკის წინააღმდეგ და ეხლა თან შეიცვალა ყველაფერი ხო თან იცვლება იმიტომ რომ რაღაცა უცნაურ თამაშს თამაშობს ტრამპი მეც არ მჯერა რომ ტრამპი ითამაშებს ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ და რუსების სასარგებლოდ მართლა არ მჯერა რაღაც ცოტა უცნაურ ამბავს ვადევნებთ აყუს და მეტნაკლებად ეს რაღაცა უკვე კალაპოტში ჯდება ამით რაღაცა აჟიტირებულები გახდნენ და ეგონათ რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამათ არ აქვს დადიან თურქმენეთში
და ვიღაცა გაუგებარ დიქტატორს ხვდებიან, ან დადიან იმაში. ბელორუსთან სხვათა შორის ახლა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს სრულფასოვნად. არსად ამათ არავინ არ ეძახის, არსად ამათ არავინ არ ეპატიჟება. ყველამ საერთაშორისო დაფინანსება შეგვიწყვიტა, რის გარეშეც უბრალოდ კატასტროფა იქნება ცოტა ხანში. არ მიხარია, რა თქმა უნდა, და ყველას დაგვარტყავს. ისეთი ეკონომიკური ვითარება გველის, რომ ტრისას დაავისას. საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება გაუჭირდებათ. შესაბამისად, პროტესტი არ შემწყდარა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არ წმუნებდნენ, რომ აი ხა ცოტა ხანში აღარ იქნება 5000 ლარებით შევაშინებთ. არც არავინ არ შეშინებულა, არც არაფერი შეშინებულა. რა თქმა უნდა, ცოტა გადავიღალეთ ემოციურად, რა თქმა უნდა, დამღლელია. მე ამისაც არ მჯერო და არ არის ეს ჩვენ ხასიაში, არ არის ეს ჩვენ ბუნებაში. რუსთაველზე ბრძოლა თუ იქნა, პროტესტი თუ იქნა, აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ საერთაშორისო დღის წესრიგში. ბრძოლა აი ამ ფორმით, პროტესტი ამ ფორმით. ყველანაირი ფორმით. ანუ ყველანაირი, უფრო მეტი კონკრეტიკა რომ შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ხომ მართება შეხვედრები, აი ბოლო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გავიგეთ, რომ ოპოზიცია მასთან ერთად ემზადება 31 მარტისთვის. აი შეგიძლიათ გითხრათ 31 მარტი რაღაცა ახალი პროცესის ათვლის წერტილი იქნება, იმიტომ რომ ასევე შიგადაში განცხადებებში ოპოზიცია აანონსებს ხელისუფლებისთვის მძიმე გაზაფხულს. გააქვთ რაიმე სამზადისი, გააქვთ რაიმე გეგმა? ძალიან ინტენსიური. ეხლა მოდით ობიექტურად ვთქვათ რა, მეც არ დავაკლებდი არავის კრიტიკას, არც საკუთარ თავს და არც ოპოზიციას. რო ხედავდე რომ მეტი შეგვიძლია და არ ვაკეთებთ. ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ ვართ საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობთ მაქსიმალურად და რა თქმა უნდა, იქ ხა სალომე ზურაბიშვილს გაცილებით მეტი ეთქვის ვიდრე ალეკო ელისაშვილს, ხო? და ჩვენი კოალიცია ძალიან ბევრს მუშაობთ, რომ დღის წესრიგიდან არ ამოვარდეთ. რა თქმა უნდა, ამ რაღაც დიდი ქარტეხილის და ქარიშხლის მონაწილეები ვარ და ჩვენ ამ დღის წესრიგის მონაწილეები ვართ. უბრალოდ ჩვენ თავარი რაც არის, უნდა მივიქციოთ ყურადღება. 31 აქცია უნდა იყოს ის, რომ ჩვენ არ დავიღალეთ, ჩვენ მაინც პროტესტი გვაქვს, ჩვენ მაინც ქუჩაში ვდგავართ. ეს უნდა დაინახონ. ეს არის ყველაზე დამანგრეველი ამ ხელისუფლებისთვის. აი ამ მავნებლებს. ეს რომ ვერაფრით ვერ შეძლეს, ვერც დაშინებით, ვერც წემით, ვერც ტყეპით, ვერ ჯარიმებით, ვერ შეძლეს პროტესტის გახსნა. ფიქრობთ რომ ეს მოახდენს ზეწოლას თუ აქცია იქნება დიდი მასშტაბური? ეს აქცია თუ იქნება მასშტაბური, ჩვენ ისევ მივიქცევთ ყურადღებას. იმიტომ რომ უკრაინის ამბებმა, ხა რაღაცა ხა ბოლო დრო სირიის ამბებმაც რა თქმა უნდა განსაკუთრებით უკრაინის ტრამპის ამ რაღაცებმა. ანუ მიზანი ამ აქციის მთავარი არის რომ მივიქციოთ ყურადღება საერთაშორისო პარტნიორების? რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ხარდაჭერა ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პროტესტი. და ქართულ ოცნებაზე ზეწოლის მექანიზმი? რა, პროტესტი და საერთაშორისო მხარდაჭერა. გასროლილი თოფივით ეშინიათ ამათ რეალური სანქციების. ყველაზე მძაფრი სანქციების დაწესება შეუძლია შეერთებულ შტატებს. მაგნიტსკი-სია არის ამათთვის სიკვდილის ტოლფასი. ბიზნესმენები როგორც კი ახსენეს, რომ კონგრესში მიმართა კონგრესმა სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ ბაიდენის დროს რომ ხო, ცოტა ხნის წინ რომ ბიზნესმენებიც გამოჩნდნენ ისეთი ამბავი ხდებოდა მთავრობაშიც და ბიზნეს წრეებშიც, ისეთი ამბავი აუტალახეს ბიძინა ივანიშვილს კარი კივილით და წივილით. უბრალოდ აი ამ ტრამპის მოტრიალებამ თქო, მაგას გიხსნით, რომ ტრამპის აი ამ პოზიციამ ქართულ ოცნება რაღაცა ფერზე მოიყვანა და ჩათვალეს რომ არავის შეუძლია თქვას ტრამპის პოზიცია დაემთხვევა თუ არა, არ ვიცი, მისი ქართულ ოცნების პოზიციას რო არ დაემთხვევა, მაგაში რა აბსოლუტურად დარწმუნებული, ესენი რატო იტყუებდნენ თავს არ ვიცი. ისე ლუღლუღებენ რამდენიმე დღეა მდინარაძე და დანარჩენები deep state-ზე ისევ ალუღლუღდნენ ისე რომ აშკარად ცდილობენ კომუნიკაციას შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან და აფერი არ გამოსდით. არც არაფერი არ გამოვართ. და იმისთვის რომ ჩვენ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გქონდეს, რაც იქნება გადამწყვეტი, აქ უნდა იყოს პროტესტი, ვიცი, ყველა დავიღალეთ, ვიცი, ემოციურად გადაღლილები ვართ, მაგრამ ეგრე არის ორთაბრძოლაშიც, რომ ვისაც სულიერი ძალა აღმოაჩნდება და ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამარჯვებისთვის და ვინც ირწმუნებს რომ გაიმარჯვებს ის იგებს ხოლმე. იმიტომ რომ აი ასე დროს ორივე როცა გამოფიტულია, ხო? აი ვინც თავის თავში ძალას მოძებნის და ესე უნდა მოძებნოს. ოპოზიციის როლი უნდა გაიზარდოს თუ არა ამ პროცესში? აი ეს მინდა კითხოთ. ოპოზიციის როლი არის ადეკვატური რა. კიდევ ერთხელ ამ საყვედურს ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო ასპარეზზე, მუშაობთ შიგნით, მაგალითად, აი ხა ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით. მე რამდენი ადამიანს, აი კონკრეტულად ჩემი პარტიის, რომელიც არის კოალიციის წევრი, ხო? ჩემი პარტიის იურისტებმა არაერთ ადამიანისთვის მიაღწიეს, რომ 5000 არ დაეჯარიმებინა და უბრალოდ სიტყვერი იმით გაფრთხილებით შემოფარგულიყვნენ. დღესაც მოხდა ანალოგიური. გიორგი რეხვიაშვილიც, მარიამ გაბრიელაშვილიც უკვე მე რამდენი თელი კოალიცია და საერთაშორისო ასპარეზზე ვიბრძვით. დანარჩენი აქციებში მონაწილეობთ. უბრალოდ ლაზერი წაგვართვეს ახლა და პოლიტიკური პროცესების, არ ვიცი, აქტუალიზაცია, მასშტაბურობის ზრდა, ძალიან ძიმე გაზაფხული იქნება. ძალიან
აი ბოქრობაქარივნებების გაზაფხული იქნება პოლიტიკურად ჩვენ ქვეყანაში დარწმუნებული ვარ ამაში და ისეთ წნეხში გვეყოლება ხელისუფლება და უნდა ყავდეს რომ ვერ გაუწოს და ვერ გაუწოს. ხო და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ანუ რაიმე სამზადისი მიმდის? ამისთვის რა სამზადისი მიზნის? აქციები რუსთაველის გამზირზე და საერთაშორისო მუშაობა თქო. მეტი რა ვქნა. დღეს სალომე ზურაბიშვილი არა გეტყვით კონკრეტულად. დავშალოთ და თავიდან ავაწყოთ თუ როგორ არის? ვოლსკიმ თქვა რომ ზურაბიშვილი დღეს თავის ფუფალა კოლგით არის გამოჭენებული პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ სააკაშვილი სულიერად უნდა იყოს გადანაცვლებული ზურაბიშვილში, ანუ ერთგვარი პოლიტიკური რეინკარნაცია. ვოლსკი იყო სააკაშვილის დროს მინისტრის მოადგილე. ნამუსი ხო კაი საქონელია, ეგეთ გამოთქმა ხო? ვოლსკი იყო გოგა ხაინდრავარო ერთი საზიზღარი აგენტი, რუსეთის ნომრიანი აგენტი. მისი მოადგილე კი გვახსოვს. სახელმწიფო მდივანი როცა იყო, ჯერ მაგის დანიშნვა როგორ შეიძლება და ნომრიანი აგენტი. მისი მოადგილე. საჯარო მოხელეობა ხომ არ არის დანაშაული? დანაშაული ასე სააკაშვილის ხელისუფლების მინისტრის მოადგილე იყო ვოლსკი, მაღალ ჩინოსანი. და ნაციონალებს ლანძღავენ და სააკაშვილს ეს სააკაშვილის კარმუშკაზე მყოფი ტიპები მართლა რა ნამუსი როა მე შემილია მაგ უფლება რომ სააკაშვილი გავაკრიტიკო იმიტომ რომ მე საშიში როცა იყო სააკაშვილის კრიტიკა მაშინ ვაკრიტიკებდი უბრალოდ ეხლა რატომ უნდა ვაკრიტიკოთ ხო კი არ ვაკრიტიკებ პირიქით გეუბნებით ყოველდღე ამათან შედარებით ფთიანი ანგელოზი ზურაბიშვილს აკრიტიკებს ზურაბიშვილის გაკრიტიკების უფლება ხო აქვს ახლა მათი არჩეული პრეზიდენტი არის ანუ ის ამბობს რომ ეხლა აქტიურად მიმდინარეობს ზურაბიშვილის სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი როგორც ჩანს ქართულ ოცნებას აქვს რაღაცა ინფორმაცია რომ ოპოზიცია ემზადება სალომე ზურაბიშვილი რაღაცა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად გამოაცხადოს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერა, იცი რა, არ ვიცი მე ეგეთ რაღაცებში არ მონაწილეობ. სადაც მე მონაწილეობს გავს არაფერზე არ არის ლაპარაკი, რომ გამოაცხადო, არ გამოაცხადო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სალომე ზურაბიშვილს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე და ну რა ვიცი, ლიდერად გამოაცხადოთ და ის რაღაცა ბელადომანები არ გვინდა. მგონი არ სალომე ზურაბიშვილს არ უნდა. ან ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ სივრცეებსაც მე ვარ, იქ ასეთ რაღაც ლაპარაკი არ ყოფილა, ან რაში გჭირდება. რა ვიცი, განცხადებები მაინც არ გინახავთ, საუბარია გარკვეულ ერთობაზე, სადაც საუბარია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე, აი თქვენი კოალიციის იდეა, ხო, მნიშვნელოვანია, მაგრამ შესრულებული იყო უკეთესი იქნებოდა ნამდვილად. ჩვენ პოლიტიკოსი მაგრამ წინ ვერ წაიწია ამ იდეამ. პოლიტიკაში ჩვენთან ვინც არის ხალხი, ისინი არიან ყველა რაღაც ზედმეტი ამ პარტავნები შეპყრობილი ყველა და ყველას ისეთი წარმოდგენა აქვს თავის თავზე რომ აი დაიღლები რომ უყურებ რა ოპოზიციის შეხვედრაზე ხანდახან ისეთ ცევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე აი ხო შეიძლება რომ დაუციო ნიჭიერი კაცი ხარ ან ქალი ხარ ესა ეს უნდა არის აი მოდენ ამ პარტავნებით როგორ დადიხარ ჩემთვის ფიქრობ ზოგიერთს რომ ოპოზიციაზე ამბავ ხელისუფლება საერთოდ რაზე ვილაპარაკო ეს ამ პარტავნებას ზოგადად ჩვენი სენია და ჩვენთან პოლიტიკა რაღაცა სამჯერ ტელევიზორში გამოჩნდებიან და მე თავი კიტრები გონიათ ყველას ხო და ამ ადამიანებთან რა ვიცი ერთობა როგორ წარმოგიდგენია ძალიან რთულად წარმომიდგენია რო წარმომიდგენია ძალიან რთულად იმიტომაც არ გვაქვს აი ხა მესიჯი გადის თემურ ჯანაშიაზე სხვათა შორის პარლამენტში ერთად ვიყავით იცი როგორი ხალხი მიყვარს როგორ ხალხს ემპათიუს რომლებიც თავისი პოზიციის ერთგულები არიან ყოველთვის და აი თემურ ჯანაშიამ ჩემში ძალიან დიდი პატივისცემა გამოიწვია იმის მიუხედავად იმისა რომ წნეხში იყო რომ ხელი დაედო ასე აი ეს ხალხი რა ვქნა შევარდნაძის დროსაც კობან არჩემაშვილი მომეწონა ყველაზე მაგრა იმ ხელისუფლების რომ ბოლომდე რო იდგა და ფეხს არ უცვლიდა აი ესე მომეწონა თემურ ჯანაშიას აქციელი მიუხედავად იმისა რომ მომწონს რომ სააკაშვილის დაცვა როგორც იქცეოდა ხოლმე მაშინ არ არიქცეოდა ეს წარსული ამბავია კიდევ ერთხელ ამათ ფონზე ფრთიანი ანგელოზებია მაგრამ ადამიანი რომელიც მას გაუძლო წნეხს ზეწოლას და ხელი არ დაადო იმას ვისაც ემსახურებოდა და დარჩა მის ერთგულად აი ესეთი ამბავი მაგრად მომწონს და ასეთი რამე იშვიათია ჩვენს ქვეყანაში სამწუხარო და აი თემურ ჯანაშიას ეს ღირსება აღმოაჩნდა და ეს აუცილებლად დასაფასებელია ყოჩა. კი ბატონო, და კიდევ მინდა მეუბრუნდე აუცილებლად 31 მარტს და სხვა შორის რატო 31 მარტი აი მანამდე არ შეიძლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენს ისტორიაში 31 მარტი. კი ბატონო, ჩვენ მხოლოდ ასე ვთქვათ, სხვა შორის პოლიტიკური თარიღია ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები, აი ბოლო პერიოდში ვნახეთ რომ არაერთი ასეთი თარიღი დაემთხვა მასშტაბურ აქციებს. ყოველთვის არის აქცია. აი ეს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ წვეთ პროტესტს თელმა მსოფლიომ ეს უნდა დაინახოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თუ ხელს შავიქნევ, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ. ვერც ფრანგები იბრძოლებენ ჩვენთვის, ვერც ის ამერიკელები იბრძოლებენ და ვერც ვერავინ. ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ. იმისთვის რომ ეს ქვეყანა გავხადოთ უკეთეს, აუცილებლად გავხდით ამ ქვეყანას უკეთეს, ხო? აი ხა ხედავთ, ყველანი ხედავთ
უსამართლო სისტემა როგორი ჯოჯოხეთია და სულ უფრო როგორი დრაკონული ხდება და ეს თუ არ შევცვალეთ ამაზე თუ შეთანხმება არ ქონდა ძალმომრეობაში ვინც არიან პროკურორები იქნებიან მოსამართლეები თუ აი ეს პოლიციელები რომელსაც ახლა თავი კაცები გონიათ რომ არის გაუთხრეს რომ მიდი ვისაც გინდა აგინეთ ვინც გინდა დაიჭირე და აი მაგარი ტიპები რო გონიათ ხო აი ძალიან რაღაცა უხერხული რო არის მათი ყურება ხო აი ისინი ძალიან კაცრად აგებენ პასუხს და ერთხელ და სამუდამოდ პოლიცია უნდა გახდეს საზოგადოების დამცველი იყო იქამდე ვიყავით თითქმის მისულები, მაგრამ აი ხა ფეხქვეშ გათელეს აბსოლუტურად პოლიციელის დანახვაზე ყველა ნორმალურ ადამიანს გულიერება, ხო? არა და რაღაც მე განსაკუთრებული მოწიწება მქონდა, აი პოლიციელებისა და მოწიწების ნატამალი აღარ მაქვს შერჩენილი სამწუხაროდ. აი ამ ყველაფერს ყველანი ვხედავთ, რომ ამის რეფორმა უნდა მოხდეს. ევროპისკენ უნდა წავიდეთ, იმისთვის უნდა გავდიდროთ. ხო, მაგრამ ამისთვის ჯერ არჩევნები არის, ახალი არჩევნები არის მისაღწევი. შემდეგ ეს არჩევნები არის მოსაგები და შემდეგ არის ეს რეფორმები გასატარებელი. აი, როდესაც უარს ამბობთ, თან კატეგორიული უარი მითხარით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ არავით არ შემთხვევით. არც კი უნდა განიხილოს ეს საკითხი. ამ მოცემულობაში გავიკე, არ უნდა განიხილოს, მაგრამ აი რა გონივრულ ვადაში გესახებათ აი ამ მიზნების მიღწევა, რაზეც წეღან ვისაუბრეთ. ძალიან ძიმე გაზაფხული ექნება ქართულ ოცნებას, ძალიან მძვინვარე. ხო ხედავთ აი ამის ანუ პროტესტი არ გაჩერდება, პროტესტი დღე და გაიზრდება პროტესტი. უფრო რადიკალურ ფორმებსაც მიიღებს, უფრო მძვინვარეც გახდება, რაც ხო ხედავთ, რომ თავარს ვერ მიაღწიეს, ვერ გაგვტეხეს პროტესტი, ვერ გააქრეს და ვერ შეგვაშინეს, რაღაც არ შვებიან, ხო, დღეში 3 ის მიაქვთ, რა ქვია, 5000 ლარიანი ჯარიმა და არც არა ერთს მუმლაძეს 5 მილიონი რო დაუწერეს. მე კითხვის რომ არაო, მაგრამ 5 მილიონიანი ჯარიმას რომ მოგიტანენ სახში რა მაგარია. ხო და ისე რა ქვია, პროტესტი არ გაქრება, იმიტომ რომ ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს. ჩვენს უკან არის საქართველო და მისი სახელმწიფო ინტერესები. ესენი ამ ინტერესებს ახურდავებენ თავის კეთილდღეობად და თავის მოპარულ ფულებად და ამას არ შევეგუებით. აი ამის შეერა და ამ ვითარებაში და ამ მოცემულობაში აი ეს არის შესასვლელი, საარჩევნო წესებია შესასვლელი, ყველანაირი წესი არის ამ ქვეყანაში შესარჩევი, რომ არჩევნებს გავდეს და არჩევნებს აზრი ქონდეს. დღეს არჩევნებს აზრი არ აქვს. იმედია ამაში მაინც არის გარკვეული ასე ვთქვათ ერთიანობა ოპოზიციაში. აი ამ გეგმასთან დაკავშირებით რომ უნდა იყოს. არ ჩამომივლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიცია ესეთია და ჩვენი კოალიციის პოზიცია. საკოორდინაციო შეხვედრები როგორც ვხედავთ ჩვენ იმართება. იმართება კი და კარგია, უფრო ინტენსიურად რო გაიმართოს, უფრო უკეთესი იქნება და მეტი ის გვინდა რა ქვია. აი სალომე ზურაბაშვილს შეუძლია როგორც ამბობენ, სწორედ მაკოორდინირებლის როლი შეასრულოს. კი ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.